საქართველოს პრეზიდენტის მიერ ევროპარლამენტში დადებულ პირობას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენა ძალას არ გამოიყენებს, გამოხმაურებები უკვე მოხდა რუსეთის სათათბიროს დეპუტატები საქართველოსთან დიალოგის დაწყებას ქართული მხარის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე არ გეგმავენ. ქართველმა დეპუტატებმა კი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ქართული დიპლომატიის გამარჯვება აღიარეს. დაიწყება თუ არა დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის და რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მიერ ტერმინ ოკუპაციის გამოყენება. ნანუკა იორდანიშვილი დეტალებით. პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არ გამოიყენებს, საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მისცა. მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან დიალოგის მზადყოფნაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქვეყანა მხოლოდ თავდაცვის უფლებას იტოვებს. მართულ გუნდში პრეზიდენტის გამოსვლას ბრწყინვალე დიპლომატიური სვლა უწოდეს, თუმცა ამ შეფასებას საპარლამენტო ოპოზიცია გაზვიადებულად მიიჩნევს. ამ თემაზე დებატები პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა. ეს მართლაც დასაფასებელია და ეს სიტყვები აუცილებლად უნდა ითქვას. მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა საქართველოს პარლამენტის დარბაზში დღეს ლისაბონის სამიტის შედეგებზე საუბრისას, ამავე დროს მოდით მაინც ყველაფერს ნუ გავაზვიადებთ და რაღაცა ოქროს, კვირეული და ლამის ბრწყინვალე შვიდეულად ამ კვირის მოხსენიება ჩემის აზრით ცოტა უხერხული არის. უხერხული არის ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში უხერხულია იმის გამო, რომ ჩვენ ამ ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა შეცდომა დაუშვით. ძალიან გული წყდება, რომ ჩვენი ოპონენტები ყველანაირად არიდებენ საუბარს თავს აი ამ გამარჯვებაზე, აი ამ მიღწევებზე ჩვენი ქვეყნისა და ლაპარაკობენ რაღაც თვითთან გამოწვეულ პრობლემებზე ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამასთან დაკავშირებით მახსენდება სულხან საბაურბელიანის განმარტება შურთან დაკავშირებით. შური არს უხარება სხვის სიკეთესა ზედა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. განცხადებაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის საპასუხოდ მოსკოვი თბილის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას კვლავ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან სთავაზობს. ყველას გვახსოვს 2008 წლის 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის მშვიდობის მოყვარე ტელემიმართვა, რომელიც ცხინვალზე ღამით შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიცა. ასე რომ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი საზეიმო მიმართვის სერიოზულად მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ქაღალდზე იქნება დატანილი და იურიდიულ ძალას შეიძენს. ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ თავისი მნიშვნელობით საქართველოს მიერ მსოფლიოს წინაშე აღებული ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ იმაზე მეტია, ვიდრე ოსეთთან და აფხაზეთთან იმავე შინაარსის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. ექსპერტი მამუკ არეშიძე ამბობს, რომ ამ ინიციატივით რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პერსპექტივა გაჩნდა. რუსეთი ყველანაირად შეეცდება, რომ ეს ასე ვთქვათ, არასერიოზულად მიიჩნიოს ეს ინიციატივა. მაგრამ ასე ვთქვათ, ეს ევროკავშირის თავმოყრობის საკითხია, რამდენად მაღლა აწევს ამ ინიციატივის ცენზს და ხარისხს. და უნდა ითქვას, აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ამ ბოლო დროს გარკვეულწილად მედვედევი ამჟღავნებს განსაკუთრებულ სითბოს დასავლეთის მიმართ. მედვედევს დასავლეთი ჭირდება საპრეზიდენტო ბრძოლის ფორმატში. აქედან გამომდინარე, მედვედევის ადმინისტრაცია ამ წინადადებას ესე ხელაღებით ვერ უგულებს, ეს პუტინი არ არის. ამდენად აქედან გამომდინარე, ესე იგი რაღაცა გარკვეულ გამონათებას ქართულ-რუსულ ურთიერთობაში რუსეთთან დიალოგის დაწყებას უახლოეს მომავალში არ ელოდება ექსპერტი სოსო ცინცაძე. ამბობს, რომ საქართველოს დიპლომატიური კურსი წარმატების მომტანია, ოღონდ არა ახლო პერსპექტივაში. სოსო ცინცაძე რუსეთის მხრიდან წინაპირობების წაყენებას არასერიოზულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ქართულ ინიციატივაზე უარი თქმა რუსეთის რეპუტაციას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპას მისცა გარანტია იმის, რომ საქართველოს ძალას არასოდეს არ გამოიყენებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რა. ეხლა ის რომ დღეს უკვე მოსკოვში და გუშინ საღამოს მოსკოვში უკვე რეაგირება, რომ ამას ჭირდება იურიდიული დოკუმენტები და გაფორმდა რაღაცები, რა იმალება ამის უკან, ეს ყველამ კარგად იცით და რასაკვირველი ამას ყურადღებას არავინ არ მიაქცევს. თვითონ ოსებისათვის და აფხაზებისათვის თუ კი მათ აწუხებდათ ეს პრობლემა, რა, რომ შეიძლება ჰიპოთეტურ ჭრილში საქართველოს თავს დაესხას ან ერთ მეორე ხალხს, ეხლა კი გუშინდელი ეს გარანტია მათთვის აბსოლუტურად მისაღები და დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს. და მე თუ მკითხავთ, ეს გარანტია გაცილებით მეტად წონადია, ვიდრე ვთქვათ კოკოიდთან ან ბაგაბშთან ხელმოწერილი ქაღალდზე დაწერილი ხელშეკრულება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღესვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ოკუპაცია ევროკავშირის წევრმა 35-ვე სახელმწიფომ აღიარა. ექსპერტების თქმით, ამ ტერმინის დამკვიდრება ევროკავშირში მოსალოდნელიც იყო, რადგან ევროკავშირში შემავალ სახელმწიფოთა უმრავლესობა იმავდროულად ნატოს წევრიც არის. ალიანსმა კი ეს ტერმინი რუსეთთან მიმართებაში ვარშავის საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში რამდენიმე დღის წინ გამოიყენა.